პირველ რიგში გეტყვით სათხართ, თქვენ ხართ ფასკუნჯი, გურამ მეგრელიშვილის წერის ავტორო სკოლა, სადაც ყოველ საღამოს შუა დღეს დილით და ასე შემდეგ სხვადასხვა კურსი, ლექცია იმართება. გვაქვს საბავშვო მიმართულებაც და ზრდასრულებისთვისაც და ერთ-ერთი მთავარი ცენტრალური მიმართულება, რა სახელიც ქვია ამ სკოლას არის ის, რომ აქ ისწავლება მხატვრული ტექსტების წერა. ძირითადად ამ ამბავს აქამდე ვაკეთებდი ხოლმე მხოლოდ მე. ეხლა ბესო ხვედელიძე დაემატა. ბესო ხვედელიძე არის საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე გამოცდილი და ვიტყოდი ასევე ცნობილი ავტორი, რომელსაც გამოცემული აქვს რამდენი 30-ზე მეტი წიგნი. არაერთი პიესა, კინოსცენარი, სერიალისთვის წერდა, მუშაობდა სხვადასხვა გამომცემლობაში, იყო ბევრი გაზეთის და ჟურნალის და ასე შემდეგ რედაქტორი. საბა მოგებული აქვს ორჯერ, რაღაცა პრემიები რაც კი არსებობს, ყველაფერი აქვს მოგებული მინიმუმ თითო-თითოჯერ. უბრალოდ ბესო ხვედელიძე არის ერთადერთი ავტორი საქართველოში, რომელსაც იღბალი აქვს ამ თვალსაზრისით და ვფიქრობ, რომ ის ვინც ბესოს კურსს გაივლის, ეს წყალი ასე ვთქვათ, იღბალი, მე მასაც გადმოესხმება. ბესომ გააკეთა ფასკუნჯში სპეციფიკური კურსი, სამოგზაურო ესე იგი რომანი, მოთხრობა და ნოველა, როგორ იწერება. თითქოს ჩვენ გონია ხოლმე ორი უკიდურესობა არის, რომ ერთი რომ ადამიანს გონია, რომ საერთოდ წერა არ ისწავლება და ეს არის ჩემი აზრით ძირითადად ისეთი ხალხის რწმენა წარმოდგენა, რომელსაც ერთი სტრიქოინც არ დაუწერია, ან ეშინია. უფრო მეტად შეშინებული ხალხი ამბობს ხოლმე ამას, იმიტომ რომ წერა არის გამბედავი ხალხის საქმე, როგორც ვხვდები, მობძანდი. წერა ისწავლება ისევე, როგორც ისწავლება მუსიკა, ხატვა, რა ვიცი მე, მანქანების შეკეთება და ასე შემდეგ. ამის დასადასტურებლად ეხა იქითკენ ბევრი გამოკრულია ესეთი ბანერები, აქ დაწერილი და გამოცემული წიგნის ერთ-ერთი, აგერ აქაც დევს ნათიანი ნიკელაშვილი, ეს სოფლიდან ჯი იყო ეგეთი საიტი, მაგის დამფუძნებელია და მოვიდა და სათქმელი ქონდა რაღაცა დაწერა წიგნი, გამოიცა კიდეც. ბესო ამ ნაწილში თავის კურსზე მსმენელებს დაეხმარება, რომ მიიყვანონ იდეა აი აქამდე, წიგნამდე. ამიტომ ვინც დაესწრება და გაივლის ბესოს ამ კურსს, იქნება მისთვის ერთგვარი გამართლება იმ თვალსაზრისით, რომ ბესო აღარ ატარებს, ადრე ატარებდა ბევრგან, ანუ ქონდა მას რაღაცა დახელოვნების კურსები, მაგრამ ეხლა აღარ ატარებს და ჩაატარებს მხოლოდ ფასკუნჯში, შეხვედრებს და ექნება მსმენელს საშუალება იმისა, რომ ავტორისგან პირადად მიიღოს რაღაც გარკვეული საიდუმლოებები თუ ცოდნები იმისა, თუ როგორ უნდა დაწეროს ის, რაც მას გადახდა თავს. და დარწმუნებული ვარ, თითოეულ თქვენგანს რაღაცა გადახდენია თავს, ხო ესეა, ყველას სადღაც გვიმოგზაურია. და ეს მოგზაურობა მერე იკარგება, ფოტოები რაღაც აღარ გვაძლევს იმის თქმის საშუალებას, რაც ჩვენ ვნახეთ. ამიტომ ბესომ მოიფიქრა ესეთი მიმართულება, რომ ამ ყველაფერს მივცეთ ფორმა მხატვრული ტექსტის. ამ შემთხვევაში ჩვენ გვექნება დაჩქარებული ეს ყველაფერი, დაჩქარებული იმიტომ, რომ ფაქტობრივად ახლა დროში 10 წელიწადზე შეიძლება გადაწევო და მაგას არ აღნიშნულო, მაგრამ ესე ნორმალურად ის, რასაც ჩვენ არ ვისწავლით აქ ყველაფერს, არამედ ვისწავლით კონკრეტულად და იმას, რაც არის მითითებული, ეს არის სამოგზაურო რომანი, სამოგზაურო მოთხრობა, სამოგზაურო ნოველა, რომელსაც თავისი წესები აქვს, თავისი სოლფეჯიო აქვს აგების. მოგესწრებათ ახლა ნებისმიერი სახლი რო აშენო, წინასწარ ნახაზი გჭირდება. ყოველ შემთხვევაში ახლა რაღაც თვითნასწავლი, თვითნაბადი თუ არა ხარ ძალიან გამოგივიდეს შენ თვითონ რაღაც, ესეთებიც არსებობენ ნებისმიერ სფეროში, მხატვრობაში იგივე. ალბათ ლიტერატურაშიც არსებობენ ეგეთები, მაგრამ მე ვთვლი და ამან პრაქტიკაშიც დავწუნდი, რომ ის სოდნა, რითაც შეგაიარაღებთ და რითაც მე თვითონ ვარ შეიარაღებული, კიდევ უფრო ძლიერს ხდის და უფრო ადვილად აკეთებ იმას, რაც გაქვს, რაც twin-ში დაიბადება. ჩანასახის სახით და გინდა მე რადაც გინდა იმათ გადააქცევ, მოთხრობად, ნოველად, რომანად, პიესად, კინოპიესად, კინოსცენარად, ასე შემდეგ. ეხლა ეს რას ითვალისწინებს ეს ჩვენი ერთად ყოფნა ითვალისწინებს 8 საზოგადო ლექციას, ეს არ ითვლება, ამის მერე 8 და უკვე კონკრეტულად იმას შეეხება, როგორ ამ ტექნიკებს და ასე შემდეგ, ამ ასეთი ტიპის ტექსტის აგებას და გარდა ამისა გვექნება თითო მონაწილესთან
8 ინდივიდუალური შეხვედრა, ეს ალბათ უფრო ონლაინ რეჟიმშიც შეიძლება მოხერხდეს, შეიძლება ტელეფონით მოხერხდეს, შეიძლება ტეტ-ა-ტეტ მოხერხდეს, შეიძლება აქ, შეიძლება, ну, მოკლედ, მაგაზე დავლაგდებით, გააჩნია ვის როდის სალია, გააჩნია რამდენი ვიქნებით. გადახედეთ, გადმოხედეთ, ვინც გინდა დამისახელეთ, ნებისმიერ ადამიანს აქვს რაღაც მაინც მოსაყოლი თავის ცხოვრებიდან და ყובה კიდევაც ხოლმე სიტყვიერად ამას და ძალიან ბევრს დარწმუნებული ვარ თავში აზრადაც მოსვლია, რომ ეს ყველაფერი, ეს რაღაც ისტორია, ეს რაღაც ამბავი შეიძლება გაფართოვდეს, შეიძლება უფრო გაიშალოს და იქცეს წიგნად. და ესეთი გასაზიარებელი მასალა აქვს, რომელსაც აი ეს ვერ აზიარებს, იმიტომ რომ აქვს ეს რა და არის ის როგორ ხდება, როგორ. მეორე, ეს როგორ არის საკმაოდ საინტერესო, აი ამ როგორზე გვექნება ძირითადად მუშაობა და სელექციო კურსი დაიწყება მარტში, მე როგორც ვარაუდობ, ალბათ შაბათობით რახან გვექნება ესეთი შეხვედრა ჯგუფური, სადაც აი ნამუშევრებს გავაცნობთ ერთმანეთს და მასაც თავისი ექნება დადებითი მხარე და გაგრძელდება სადაც მაისის შუამდე. ერთი არის ხატრული ხაზი, რომელიც მიდის და რომელიც აუცილებლად მე მაგაზეც გვექნება საუბარი პირობირში იწერება როგორც წესი, იმიტომ რომ ეს პირადი ემოცია კიდე უფრო ემოციურს ხდის, ეს თუ სიმართლესთან არის წილაღალი და მართლა საკუთარ ტყავზე აქვს გადატანილი ის ყველაფერი, რაც ადამიანს სურს მოყვეს ხატრულად აქციოს წიგნად. ძალიან კარგად ის არის მუშაობს. ბევრ ადამიანს ეშინია და უჭირს, ძალიან ბევრი ვიცი, ვისაც უნდა რაღაც აქვს ან თავს გადამხდარიან, რაღაც ისტორია უტრიალებს თავში, რომელიც არასვენებს და სურს რომ ეს ყველაფერი აი გაუზიაროს, რაღაც ახსარებასავით მოყვეს, თეთრი ჩავზე გადმოიტანოს და არიცის და ეს რაღაც წვალებაშია და სწორედ აი ამისთვის ამ შიშების დაძლევისთვის ზოგს რედაქტორად მიმუშავია, ბოლოს იყო ლიტერატურული პალიტრა მიგზავნიდა ხოლმე ტექსტებს და გამზადებული რომანი ავტორმა, იმიტომ რომ გაახსენდა უცებ, აი ესეთი რაღაცები ხდება ცოტა სასაცილო, გაახსენდა რომ ვიღაც ადამიანი, რომელიც ამას წაიკითხავსო და გული ეტკინებაო და დადგა და გააჩერა ბოლო დღემდე მიყვანილი წიგნი. რაღაც ეგეთი გამოხდომებიც ხდება ხოლმე. ანუ ბევრი ადამიანი ვერ ალახავს რაღაცა კომპლექსს. მაგათ თავისუფლებასაც ბევრს ვისაუბრებთ, რა ხდება ამ დროს ადამიანში, რისგან თავისუფლდება, როცა აი ამ გულახდილად ყובה აი ამ რაღაცას თავის თავგადასავალს თუ აი ამ სამოგზაურო რომანში ამ შემთხვევაში ისე მშრალად რო ვთქვა, იგულისხმება გზას A პუნქტიდან B პუნქტამდე. ისე შევხედოთ ჩვენი ცხოვრებაც ერთი დიდი მოგზაურობაა რაღაცა საბჭობიაროდან იმამდე კრემატორიუმამდე თუ სასოფლომამდე, მაგრამ ეს ძალიან პოეზიაში ვარ გადავარდეთ, უფრო ისეთები რო იყოთ, აი ამ კონკრეტულად სამოგზაურო რომანს მართლაც ახასიათებს რაღაც სქემატურობა. ერთგვარი თუ ეს რაღაცა სქემატურობაში რას გულისხმობ? სქემატურია ჩემი აზრით, რასაც ახლა ვლაპარაკობ, ეს ყველაფერი ჩემი აზრით არის, არავის თავზე ამაზრს არ ვახო, ჩემი აზრით სქემატურია, თქვათ ის რომ 24 საათი ტრიალებს დედამიწა ერთი დღის განმავლობაში საკუთარი ღერძის გარშემო, სქემატურია რომ ეს საათები მეორდებიან, კვირის დღეები, წელიწადის თვეები, ასე შემდეგ რაღაცები მეორდებიან. სამოგზაურო რომანის ერთ-ერთი აი არა მხოლოდ ჩემთვის, არამედ ლიტერატურისთვის უშედევრესი მაგალითია, როგორ აი რა ტიპის სამოგზაურო რომანი ააწყო, იყო 70-იან წლებში, აიგრძალა მე საბჭოთა კავშირში ეს მწერალი ვენედიქტ ეროფეევი, რომელმაც დაწერა ალბათ ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული სამოგზაურო რომანი მოსკვა პეტუშკი, ესე ქვია, რომელიც გაჩერებების პოემა არის, ხო, გაჩერებების პოემა ის არის. ხო. ну პროზად არის დაწერილი, გაჩერებები არის სქემებად აღებული, ეს რო გადიხარ გარემატარებლით მოსკოვიდან რაღაც გაჩერებებია და ეს გაჩერებებით აქ დაყოფილი თავებად ეს ისინი. ну ეს სქემის მიგნება არ არის ხოლმე ძნელი, მეც დაგეხმარებით და ნებისმიერ რამეზე შეიძლება მე ამ სქემის გამოყენებით ადამიანმა დაწეროს აი ესეთი სამოგზაურო რომანი, რომ ეს მშრალი მარტო ის კი არ იყოს თბილისიდან ბათუმამდე მატრაბილით როგორ ჩავიდა, ან ფეხით როგორ ჩავიდა, ან რაღაცა მოკლედ ესეთი ის კი არ იყოს ხოლმე ეს აღწერა. არამედ ეს იყოს სათქმელი კიდე იქ აი იმ რაღაცა ბექ სიღრმეში ის რაღაც რაც მართლა აი ამ მეორე ბასის პარტიასავით მიყვება ამ ტექსტს რა საბოლოო ჯამში ნაწარმოები ამის გარეშე ალბათ იმ სიმძიმეს და სიმძაფრეს და მხატვრობასაც კარგავს და რაღაცა წონასაც კარგავს თუ ეს რაღაცა ფარატინა მსუბუქი რამაა ვისაც იქნება სურვილი რომ დაესწროს ამ კურსს ჩემი მურჩელის თხოვნა იქნება
თუ იმას დაწყებული აქვს რამე ძალიან კარგი მოიტანოს, წამოიღოს და ზოგი არის ხოლმე რომ აი ერთმა მომწერა რომ რა წიგს უტრიალებო წლებიაო და ვერაფრით ვერ რამდენჯერაც ავიკითხე არ მომწონს. ნუ ამას სხვა ტიპის მუშაობა ჭირდება, როცა ესეთ რაღაცა დამთავრებულ ნაწარმოებებთან აგაქვს საქმე და ლექტორატი ქვია მაგ სამუშაოს და უკვე გადალაგება ხდება და გადამონტაჟება ხდება და ძალიან ბევრი რამე შეიძლება შეიცვალოს ამ პროცესში და არის საუბარი უბრალოდ აი როგორ რაღაცაზე პატარა სინოფსისი, ანუ რაღაცა ისტორია ამბავი გუშინ ნანახი კინოსავით. მეგობრს რომ მოუყვებით რაღაცა ფილმი ნახეთ და აი რომ მოყვერო რაზეა ეს ფილმი. აი ეგეთ ისტორიას რომ გქონდეთ ისეთი, რომელშიც კინათ ეს თქვენი საქმელი მოაქციოთ და განაბნიოთ და ეს ყველაფერი გაშალოთ ერთ დიდ ნაწარმოებად. ესეც მოსულა, ასე ვთქვათ, აქედან დაწყებაც მოსულა, ზოგს შუამდე აქვს რაღაცა მიყვანილი, ზოგს ისა. ყველაფერზე ვიმუშავებთ ისე თანაბრად და გულდასმით და დარწმუნებული ვარ, ეს ყველაფერი ხო იყო სარეკლამო რგოლი გავაკეთეთ და იქ იყო ნახსენები, რომ ეს საგამომცემლო ფაზამდე მივა. ჯამში მე მგონი არავინ არ აპირებს, იმიტომ დაწეროს რომ ხოლმე დაწეროს და მე ბუხარში შეაგდოს ეს აუცილებლად რაღაცა დონეზე უნდა მივიდეს. შეიძლება გამოქვეყნდეს კიდევაც რაღაც პერიოდიკაში, რაღაც ფრაგმენტი ან რაღაც თუ დასრულებული მოთხრობა იქნა, ნოველა იქნა. სადმე პერიოდიკა გამოდის საქართველოში რაღაც ჟურნალების და გაზეთების სახით და ნუ გაწიგნებაზე აღარ არის საუბარი არის. როცა აი ამ 8 ზოგადი და კიდე 8 პერსონალური მუშაობის შემდეგ გავალთ ბოლოში, დამკაში, ყველას უკვე გვექნება ხელში აი ეს ნაწარმოები. ნუ შევადარებთ კიდევაც რა რითი მოხვედით და აი რითი დამთავრდა ეს ყველაფერი. აუცილებელი არის თუ არა მოგზაურობა, ფიზიკური მოგზაურობა იმისთვის, რომ მე სამოგზაურო მოთხრობა, რომანი ან ხო და მაგიტომ დაუშვათ დავწერო ნაწარმოები ეგვიპტეზე, მიუხედავად იმისა, რომ მე ეგვიპტეში წარმატნაყოფი აი ძალიან ბევრი იმას ქნის ხოლმე უხერხულობებს იყო შემთხვევები აი იმიტომ რომ მოიცა იმისა რომ ადამიანს საერთოდ არ არის ნაყოფი და წინასწარ დაუწერია და ძალიან კარგი რამაც შემქმნია იშვიათი გამონაკლისები მე შემიძლია ეს გამონაკლისი მოვიტანო მაგალითად ეს არის ძალიან როგორი გამონაკლისიც რომ ალბათ რავი მილიონში ერთხელ ხდება ჟიულ ვერნის ნაწარმოებები გაქვთ ალბათ წაკითხული ეს სათავგადასავლო უზარმაზარი რომანები კაპიტან გარანტის აიდმულო კონსული ჯანდაბა ტიპს ჰქონდა რაღაცა ხერხემლის დაზიანება და ოთახიდან კი სკამიდან ვერ დგებოდა და შესაბამისად ოთახიდან გაქონდათ შემოქონდათ ესეთი იყო უბრალოდ თითქოს იცოცხლა და ერთადერთი კითხვის ის ქონდა თავი იმდანად იყო ამ იმიტომ მეტი არაფერი არ შეეძლო რომ კითხულობდა ყველაფერს რომ ამან ეს შესაბამისად ამ მდგომარეობამ განუვითარა უკვე სხვა მხარ ეგ მეც ვერც დამისახელებ მაგრამ იყო მე მეტი შემიძლია უფრო გითხრა იმიტომ რომ აი მაგალითად როგორ ხალხურ მდგომარეობაში იმიტომ რომ კითხულს უნასცე პატივი აუცილებლად იმიტომ რომ კითხველი არასდროს არ არის ისეთი რა ან სულელი ან რაღაც მოკლედ არა სხვა რამე სვაბო ერთხელ აი მაგალითად შეიძლება კი ინფორმაცია გქონდეს და უფრო მეტ რაღაცას ეცნობოდე დაუშვათ მთლიანად ჩინეთზე იცოდე კულტურა იცოდე ყველანაირი ნიუანსი ჩინეთის ვიდრე ის ადამიანი რომელიც კონკრეტულად ჩადის იქ დადის მაგრამ აი ამას ვერ იგებს და საქართველოს შეიძლება ვიღაც ჩამოვიდეს და იმოგზაუროს საქართველოში ფიზიკურად მაგრამ შეიძლება ვიღაც იჯდეს პოლონეთში და საქართველოს შესახებ მოიძიოს იმდენი ინფორმაცია და ისეთი ამბები მოყვეს, ქართული ისეთი ამბები მოყვეს და შეაჯეროს, რომ გაცილებით უფრო მნიშვნელოვანი რაღაცა თქვას დაუშვათ საქართველოს მოსახლეობაზე. შეიძლება. მე უბრალოდ კი, ერთ-ერთი წიგნის შემხდა ლექტორატისთვის შაშანცი გავამიგზავნეს უნდა გადამეულო გოგონას დაწერილი იყო ისეთი ნაწარმოებები იყო ვიღაც ფანტასტიკის ჟანრს უფრო განეკუთვნებოდა ვიღაც გოგონა დაიძინებს და მოგზაურობს სხვადასხვა პლანეტებზე იქ რაღაც მთვარეზე ასე შემდეგ და ასე შემდეგ როგორ არ შეიძლება ყველაფერი შეიძლება ეგრე შეიძლება მაგრამ ამ შემთხვევაში თუ ჩვენ სპეციფიურად აი ალბათ განსხვავება უნდა დავინახოთ სათავგადასავლო და სამოგზაურო რომანს შორის რა
ამ შემთხვევაში სამოგზაურო რომანში იგულისხმება უფრო პირადი გამოცდილება, იმიტომ ინფორმაციულობაც კი, იმიტომ რომ ეს არ არის მეთქი ესთეტიკური ტკბობა და მხოლოდ რაღაცა მეტაფიზიკური გაფრენები, ეს არის რომ სასარგებლოც უნდა იყოს არა მხოლოდ მაგ მიმართულებით, არამედ აი ინფორმაციის ტურიზმის კუთხით. ადამიანს დაჭირდეს, ხო? აი ამ წიგნით მე გარანტიას ვიძლევი, წავა და იმოგზაურებს, იმიტომ რომ როგორც გზამკვლევი დაეხმარება. შენ მე დამეხმარე მე ხა გოას წავიკითხო, მე ვიცი უკვე გოაში რო ჩავალ სად წავიდე. კი ბატონო, კი ბატონო. მე ვიცი კატალოგში რო ჩავალ სად წავიდე. კი ბატონო, ხო, მაგას გეუბნები. კი. ამ შემთხვევაში ამ ტიპის ემაზეა საუბარი გზამკვლევ რომანზე, სამოგზაურო რომანზე, სამოგზაურო ტექსტზე, თუმცა არავინ არ არის ის რა ქვია, იმას კი არ ვადებთ რაღაც იმაში კი ავსვათ, პირობებს კი არ უყოლებ. რას უნდა? ხო, უბრალოდ თავარია რომ როგორ გითხრათ, ეს ფალში სიყალბე არ მოდიოდეს, ეს მაგას დავალაგებთ რა, ეს ემოცია იყოს იმდენად გულწრფელი, რომ ის ტყუილიც დამაჯერო, რომ სიმართლედ მიქციო ის მართლა და არ იყოს ზედაპირულად, იმიტომ რომ იყო შემთხვევები, რომ ვაკეთებდით ქართულ ნომერს ერთ-ერთ ჟურნალში საფრანგეთში, ქართული ის უნდა ყოფილიყო და ერთ-ერთმა გოგომ ადგა და ის დაწერა რაღაცა მოთხრობა საფრანგეთზე ერთ-ერთმა რაღაცამ და არ იყო არც ერთხელ ნაყოფი და რაღაც სადა იქ რედაქტორმა უკან მოიმბრუნა ეს მოთხრობა, მითხრა რომ იქნებ ჯერ ჩამოვიდეს, მიხვდა რომ არ იყო ნაყოფი. იმიტომ რომ ძალაუნებურად, ხო, იქ შეცდომები ქონდა, ფაქტობრივი შეცდომები, რომლებიც აუცილებლად არის ხოლმე ყურადღება მისაქცევი, იმიტომ რომ ეგო აი ესეთი შეუძლია ადამიანს დაკეტოს უცებ წიგნი მესამე გვერდზე, თუ აი ესეთი შეცდომა ერთის მაინც მიაგნო. ადამიანი თვლის და მომწიფებულად თვლის, რომ რაღაცა აქვს მოსაყოლი, უბრალოდ არ იცის როგორ მოყვეს. აი ამ შემთხვევასთან გვაქვს საქმე. რჩევა არა, კონსულტაცია უფრო და უფრო თავიდან ბოლომდე მიყოლა ტექსტზე, ასე ვთქვათ, მეთვალყურესავით და სულ ეს ამ გამულ რეჟიმში, მაგიტომ არის ეს შეხვედრები და ეს ჩემი პირველი კი არ არის ახლა შარშანეის ერთი საბაზდებიუჩი გავიდა ერთი ირაკლი არიშვილის ის იყო, მოთხრობა, რომელიც მოიტანა ბიჭმა, ხო დღესაც უნდა მოსულიყო, თვითონაც მოყვებოდა. რაღაცა წერი იყო, პატარა რომანი იყო, იმაზე რაიონში მცხოვრებ ბიჭზე, რაღაცა ზურიკელას ვარიანტი იყო, უნდა რაღაცა იმერული ვარიანტი, რომ ნაკირევებში ცხოვრობს და ერთხელაც იღვიძება და სარკეს შეხედავს და არ ჩანს. და ესე იწყებოდა, თითქოს ეფექტური დასაწყისია, თითქოს ყველაფერი რიგზეა, სარკეს შეხედავს, დილას ადგილად და არ ჩანს რა. მაგრამ ამ მუშაობის პროცესში იმდენი დეტალი გამოჩნდა, რომ ის იყო მისაღები, რაზეც არ ეწერა ნაწარმოებში და რომელიც გასათვალისწინებელია და მკითხოს პატივი უნდა წემეთქი. რომ მკითხელი არასდროს არ არის ბრიყვი და სულელი და ეს იმას რა. ელემენტარულად რაღაცებზე არ ქონა ნაფიქრი. და აი ეს არის დაწვრილებითი ლექტორატი. ყოველ სიტყვაზე, ყოველ წინადადებაზე, ყოველ პასაჟზე, ყოველ აი ესეთ ემოციურ რაღაც გადახვევა გამოხდება. როგორც არის საჭირო, ეს იქნება დაალაგებული ესეთ დონეზე. სამოგზაურო რომანი მაინც ახლა მე დოკუმენტალისტიკას ისედაც გულისხმობს, მე რასაც განახებთ მე და თქვენ თუ შეიძენთ ამას, თქვენ თვითონ ნახავთ წყალივით იკითხება ორივე, იმიტომ რომ ერთი პრინციპით არის აგებული. როგორ შეიძლება მხატვრული ტექსტში იყოს სასარგებლო დოკუმენტური აი ეს მესქოლიოების ამოწევა დავარქვიეს. ნუ დავარქვათ დოკუმენტური ჩანართები, რომელიც თქვა ბოლდით არის გამოყოფილი და მონიშნული ყოველი თავის მერე იმ მხატვრული, ანუ ორი ხაზი მიდის ფაქტობრივად. როგორც წესი ძალიან ადვილია ხოლმე მაგ სკოლიოების ზუსტად მიგინება, იმიტომ რომ რაღაც ისტორია რო გაქვს, რომელიცაც თქვა მეგობართან ერთად თუ მარტო თუ როგორც არის ამნი ხართ თუ რამდენიც ხართ, როგორც მოიფიქრებთ, რომ რაღაც მიდიხართ, ხო? აუცილებლად გზაში რაღაც შეგხვდებათ, რომელსაც შეიძლება ეს სკოლიო ვარსკვლავი დაუსვა, მონიშნო. და რომელიც მე ფართოდ ახსნა, რომ ეს კი შენთვის კი გასაგებია და ვიღაცა ნაკითხისთვის, ესე ქედმაღლურად კი არ უყურო იმას, რა ქვია, მკითხველს, მაგრამ აუხსნა ეს ყველაფერი იმათ, რომ აი თქვა რა შეიძლება ახლა გზაში სადღაც ახლა წხეთიდან იქ რომ მიდიხარ სიტყვაზე და უცებ იქ რო გადადიხარ მტკვარზე ხანდახან ჩანს ხან არ ჩანს პომპეუსის ხიდი. ეხლა ისე რო ვთქვა რა პომპეუსის ხიდიაო და რაღაცა და იქ პომპეუსის ხიდი რომელიც ააგეს ისა. ამაზე მთელი ის შეგიძლია ინფორმაცია მით უმეტეს ამ ინფორმაციის მოძიება აღარ არის ისა მოგზაურობას არ ითხოვს ეს ამის საშუალებას უკვე ეს დღევანდელი ტექნიკური ეს მთელი სივრცე ინტერნეტი და ის გაძლევს რომ ეს დოკუმენტური ინფორმაცია გინა ფოტომასალა გინა ეს მასალა სანტიმეტრები წონა სიგრძე ისტორია ყველაფერი ეს ყველაფერი შეაკოწიწო მოიფიქრო დაალაგო ქართულად გამართო და ეს რაღაცა მშრალი სკოლიო კი არ იყოს რომ იქ რაღაცა ჩვენ წელთაღრიცხვად ამას საუკუნეში აშენდა პომპეუსის ლაშქრობის დროს და მორჩა და მეტი უკვე ასეთ ხშირად ქონა ხოლმე ბავშვობაში რომ ძალიან სახტად ტოვებდნენ ხოლმე ამ სკოლიოების გამო სულ მაინტერესებდა რომ იქ მერე კიდე რა სად არის რაღაცა იქ რაღაცა ფულის ერთეული და მარტო ის რამდენ სუდრის რა ხდება გასყიდულობ
ასე შემდეგ, ხო, მე თან ის გვექნება ხოლმე გაზიარება, მე რაღაცებს აიკითხავთ ხოლმე სამაგალითოდ. ერთხელ დამიკვეთეს უცხოელებისთვის, ოღონდ ძალიან ჟურნალი ანაბეჭდი გეცვდინოთ, ადრე გამოდიოდა, აღარ 20 წლის წინ. რომ ტურისტებისთვის, მე ეს ინგლისურად ითარგმნა, ტურისტებისთვის ვინც აქ ჩამოდიოდა პირველად. რომ რაღაც არატრადიციული ტურისტული გზამკვლევი ქართული გამეკეთებინა, ხატრული ოღონდ რა. და არა ისეთი შრალი რაღაც როგორც ხდება ხოლმე ჩვენთან. და ესეთი რაღაც მოვიფიქრე, ესეც შეიძლება მე წაგიკითხავ თქვათ. აი თბილისში მაგალითად თუ დაგითვლიათ, რამდენი ხიდია ტყარზე. სადა დიდი პატარა? 7 თუ 9 ხიდი. არა. არა, ის ახალი ხო არის რაღაც. ახალის და ძველის. მე არის ჩემს. აი, გეტყვით, ხო და ხო, ჩამო 13 ხიდია სულ. აი იქიდან ავჭალის ხიდიდან დაწყებული, ბოლო არის იმისი ფონიჭალის ხიდი, ეს საფეხმავლო ხიდია. იქ შუაში არის ეს დანარჩენი რაც ისა და აი ეგეთი აი ეს მეთქი სქემა მეთქი. მოვიფიქრე ეგეთი რაღაც და 13 ხიდის ქალაქი დავარქვი, პირველი თავი, ხუთავიდან არის და ამ ხიდს რო იქით რო გადახვალ, რას შეგხვდება, რას გადაეყრები და რა აქეთ რო გადახვალ, თავს რა გადახდება. იქ მარჯანიშვილის ხიდზე, იქ რო გადახვალ, იქითკენ ვერესკენ, რასა, აქეთკენ რო გადახვალ, რას ნახავ. იქ კიდე იქით რაღაც ის ხიდი, ის შალი ხიდი, იქითკენ, ანუ უკვე ის არის რა, მიდის და ამითი ათვალიერებინებ იმას. მერე ხო, მერე თქვათ მეორე რა შეიძლება ყოფილიყო ამ პრინციპს რო გავყოლოდი, მივხვდი რომ ეხლა პირველად რომ მოხდები უცხო ქვეყანაში, მეც მქონია იგისა რომ ეს ფულის კუპიურები რა, რომელი რას ყიდულობს? 13 ხიდის ქალაქი. ჰეი შენ სტუმარო, ჯერ სულ არ ვიცი ვინ ხარ, მისტერი, სენსეი, პანი, ეფენდი თუ გოსპოდინი, ჯერჯერობით ისიც კი არ ვიცი, საიდან მოსულ ხარ, ანუ რომელი კონტინენტის ქვეყნის ჰაერით გაქვს ფილტვები უფრო რეგაჯერებული, მაგრამ შენ თუ თბილის ქალაქის სხვანაირად შეცნობა და აქედან უკან მძაფრი შთაბეჭდილებები წაფრენ აქ სურს, ყური დამიგდე. სხვათა შორის გეტყვი. ჯობს ყურთაგან მარცხენა მომაშვირო და მარჯვენა სულად საჩვენებელი თითით დაიცო, ვინაიდან მარჯვენა ყური როგორც აქაურ ბრძენებს უთქვამთ საზოგადოა. ანუ ყველაფერი ესმის ნაღდის და მთავარის გარდა. მე კიდევ სწორედ ამ ქალაქის მთავარსა და ნაღდზე მინდა გაგებაასო. გაუგებრად ხომ არ მეტყველებს თუმარო. ძალიან კარგი. მაშ მოდი ჯერ ჩვენი მთავარი მწერლის შოთა რუსთაველის სახელობის აეროპორტიდან ქალაქისკენ წამოგაცილებთ, თან გზად მოგითხრობ ამბებს ამ ქალაქისას ძველსა და დაუძველებელს და თქვათ უახლესსაც არ დავივიწყებ. მაშ ასე სტუმარო ჩემო, ერთხელ მაინც თუ გიფიქრია, რომ არსებობენ ამ პლანეტაზე იული და რთული დედაქალაქები. ჩემი მონათხრობიდან ვიდრე თავად მიხვდებოდე თბილის ქალაქი რომელი მიმართულებისაა, მე სხვა აზრსაც ციმ-ციმ შემოგაშველებ. დედაქალაქები, რომლებსაც ხაკისფერი მდინარე ორ არათანაბარ ნაწილად ყოფს, როგორც წესი, აშკარად განსხვავდებიან მშრალ, იგივე უმდინარეო დედაქალაქთაგან თავიანთი ხიდებით, მდინარეში ანკესით გადაყუდებული სევდიანსახა მეთევზეებით და წამიერი შეგრძნებით, რომ ეს მდინარე კი არა ქალაქი მიდის, მდინარე კი ჯიუტად დგას. ეს ჩვენი თბილის ქალაქიც დიდი ხანია ზვიადად მიდის ნათელი მომავლისკენ, მაგრამ თან კი დგას ხოლმე. ეგ როგორ? ზომიერად დაკვირვებული თუ იქნები, მალევე გაერკვევი ამ ქალაქის ხასიათსა და შინაგან ზნეში. და ყველა კითხვას თავისით გაეცემა პასუხი. მე კი იქამდე აქორობის გარეგანს გეტყვი. რითი გავუყვეთ? გადასაადგილებელ საშუალებათაგან ველოსიპედი თბილისისთვის ჯერ კიდევ უცხოხილია. მით უმეტეს როლიკები ან სკეიტბორდი ვერ გაგვიგებენ. თან საიდუმლოდ გაგიმხელ სხვანაირი მზერა აქვთ თბილის ქალაქებს და ამ მზერაში რომ დიდი წილი ჰიპნოტურ დამაბუჟებელია, ყისიერი შებრაბაცება იცის ხორცის და სულის, ეს კი უნდა დამიჯერო. ამოყირავება და ზღართანი გინდა, აქაურ ახალდაგებულ ასფალტს უკანალით გინდა გაუზომო სიცხე, თუ არა და მას თბილის ქალაქის ყველაზე პოპულარულ ტრანსპორტს მიკროავტობუსს მივენდოთ. მისით თავიდან ბოლოში გასვლას მოვანდომებთ კაი 1 საათამდე დროს, სულ ფუქი ავტომობილით კიდევ უფრო ნაკლებს. როგორც ეგეთ მდინარიან დედაქალაქებს ახასიათებთ, კრეალ აეროპორტი აქაც გარეუბნადაა, თუმცა არც იმდენად შორსაა ის ქალაქის ცენტრიდან, როგორც თქვენკენ დიდ მეგაპოლისებში შევიათ ხოლმე. ეს ამბავი კი აშკარად თბილის ქალაქის დამსახურებაა. ვინაიდან იწროა მისი განი ზოგი დიაცის ბუნებასავით და მობრეცილად წაგრძელებული კია ფონიჭალი და ნავჭალის ჩათვლით, როგორც სიტყვაზე ბუმერანგი. თბილის ქალაქს სხვანაირად 13 ხიდის ქალაქით შეიძლება უწოდოს შენაერმა ინტურისტმა, ვინაიდან ამ ქალაქში გამდინარე ხაკისფერ მდინარე მტკვარზე ზუსტად ამდენი ერთმანეთისგან განსხვავებული ხიდია გადებული. ავჭალის, გლდანის, დიდუბის, ვახუშტის, თამარმეფის, გალაქტიონის, მშრალ ვორონცოვის, ბარათაშვილის, შუშის, მეტეხის, ორთაჭალის, აკვედუკისა და ფონიჭალის.
შინაურულად მე მათ ასე მოიხსენიებ და ყოველ მათგანს თბილისის ქალაქის მოსახლეობის შორიდან ჩამოსული სტუმრებისა და საზოგადოებრივი თუ კერძო ტრანსპორტის დაკვალიანების მისია აკისრია, როგორც აქედან პირიქით, ასევე პირიქით. როგორც აქედან იქით, ასევე პირიქით. იმას ნუღარ შემეკითხები თბილისის ქალაქს ამ ხიდებიდან რომელი უყვარს ყველაზე მეტად. ანუ რომელი ამ 13-დან იუდა და რომელი პეტრე. მიუხედავად იმისა, რომ არსებობიდან მოყოლებული საუკუნეში ერთხელ მაინც როგორც წესი თბილისის ქალაქს ჯვარსაც სვამენ ხოლმე გარეული თუ უფრო შინაური მოშურნეები. და ის არ გამორჩეს კიდევ, რომ ყველა ეს ხიდი თავის წილ საიდუმლოს მაინც გაგანდობს. ასე მაგალითად. პირველი, ავჭალის ხიდი გადაიარო, ძველი კოლონია ნახო. შიგ ისე და უბრალოდ არავინ შეგიშვეს, მაგრამ გარედან ხომ შეავლებს ზერას. მერე იქვე ოჯახურ ხინკალსაც დაადებ კბილს და არ ინანებ რამე თუ ხინკლის ყველაზე კაი მომხვეები მაგოვნად სახლობენ. მეორე, ხიდი გლდანისა და აჭაშნიკო ამერიკის შეერთებული შტატების ფრთაგრძელ და კვაკნელ რიგებიან საელჩოსთან ამხობ თავს. მესამე, დიდუბის ხიდს გადახვიდე დიდუბის ხმაურიანი ავტოსადგურიდან შენაირებივით თავიდან აუცილებლად მცხეთას გაემგზავრები და საქართველოს ძველი დედაქალაქის დაუძველებელი სიძველეებით დათქმები. მეოთხე, ვახუშტის ხიდს მიენდო ცივი ჩამოსასხმელი ლუდით ჩაიხორყავ გადახურებულ ყელს. ლუდზე თუ გული არ მიგდის, მაშინ მაგ ხიდის ქვეშ მდგომი გაუპარსავი კაცები გაგაკვირვებენ ყოველთ საეჭვო აქტიურობით. მეხუთე, გლახა ქალები გინდა თამარ მეფის ხიდი გადაკვეთე დარბაისლური ნაბიჯით, დანარჩენი აუცილებლად თავისით მოხდება. მეექვსე, მაკდონალდსი მოგენატროს გალაქტიონის ხიდი გიშველეს გინდით გადადი და გაიარე მარჯანიშვილის მოედნისკენ გინდ პირიქით. ოღონდ ვერეს აღმარცა უხევი სვენებით. ორიდან ერთ მაკდონალდში აუცილებლად ამოხობ თავს. მშრალ ვარაცოვის ხიდი ბინას გაშოვნინებს ქირით იაფად და კიდევ ჯენის ჯოპლინის ან ჯიმი ჰენდრიქსის ნებისმიერ ალბომს ვინილად თუ კომპაქტ დისკად. იყოს ფრენკ ზაპა ან სულაც 10 years after. მერვე, ბარათაშვილის ხიდი შავი ზღვის აუზის ქვეყნების ყველაზე მაღალ ტაძარში აგიყვანს. მაგუბნად მდებარე სომხურ თეატრში კი ნოდარ დუბაძის კუკარაჩას ნახავს სომხურად. ძველების თქმით, მაგ ამბავს ადრე ცალი-ღელი სასაცილო პაპიროსი უხდებოდა, არ ამგონია ახლა სხვანაირად იყოს საქმე. აქეთ გადმოხვეთ ხიდს, მოცეკვავე ძეგლები მიგანიშნებენ ლაზათიანი მიმოხვრით საით გაძვრე გამოძვრე, რომ ძველ თბილისური ლაბირინთები ნახო. მეცხრე, შუშის ხიდი ახალი და ყოველმხრივ გამჭვირვალეა. მისი დამსახურებაა, რომ ძველი თბილისის ერთი სანაპიროდან ძველი თბილისის მეორე სანაპირომდე მეტად იოლად და ფეხით მოკვდება მანძილი. მეათე, მეტეხის ხიდს გადახვეთ, ვახტანგ გორგასალმას სალავი მოგცეს ხელის ხავალი აწევით, მეტეხის ტაძარსაც ნახავ, რომელშიც წითელ ურჯულოებს საბჭოთა კოშმარის დროს თეატრი ჰქონდათ გახსნილი და საკურთხეველს სცენად და გასახდელ საგრემიოროდ იყენებდნენ. აქეთ გადმოილი იგივე ხიდს და გზა ხსნილია ნებისმიერ მხარეს გააჩნია რაკწადიან. გოგირდის საბანოები, ბოტანიკური ბაღი, მეჩეთი და სინაგოგა, სიონი და კათოლიკური კასტიოლი, ევრაზიული შარდენის ქუჩა თავისი ეკლექტურობით თუ თბილისური უბანის სოლვაკი. საიდუმლოდ გეტყვი, რომ სწორედ ესაა დღეს თბილისის ყველაზე ტურისტული ზონა. მე-11. ორთაჭალის ხიდამდე თუ მიხვალ ჰიდროხეს შეეფეთები ძველი ძველს. ფოტოს გადავუღებ და სტალინის და ულოშები თუ არ ამოგეზარდა, გაგახსენდება მაინც რომ ამ ხიდების თვალიერებისგან კიდე წვერი გაქვს უკვე გასაბარსი. მე-12. ბოლოსინა ხიდიდან, ანუ იქ მდებარე ორთაჭალის ავტოსადგურიდან, რომელსაც აკვედუკის აღქვია, ისევ მიკროავტობუსი წაგაქროლებს კახეთს და უფრო იქითაც უკან როგორი დაგვიბრუნდები, ეგ ხომ კახურღვინოზეა დამოკიდებული და რა თქმა უნდა ისევ შენს გაძლებასა და მარიფათზე. მე-13. აი სულ კიდურა ხიდი კიდევ ფონიჭალისაა, რომელიც ოდენ ფეხით მოსიარულეებზეა გათვლილი. არ ამგონია ბევრ უცხოელს კონდეს ეგ ხიდი გადასერილი. არ და მაგ ხიდიდან მტკვარი ყველაზე ახლოდან ჩანს, ანუ ამის ხელის ჩაწვდენაზე მიედინების. და მეცაც გეტყვი. აქაურ ბრძანძველებს, ეგრე უთქვამთ ნაბახუსებზე, უცხო ტომის ვინმე ჯეელმა ან თუ დიაცმა მოახერხოს, რომ ერთ დღეში ყველა ეს ხიდი თანმიმდევრობით გადაიაროს, იგი პირწავარდნელ თბილისელად შეიქმნებისო. ამაზე მართალი აბა რა გითხრა რა, მოახერხებ? აუცილებლად სინჯე. ხომ აიგია, რამდენი ენაციცი, იმდენი კაცი ქალი ხარო. ორჯერ მეტი კაცი ქალი უფრო მეტს ნახავს და გაიგებს აქაური ცხოვრებისას ვიდრე ერთი. აი ქართული ენა კიდევ სულ სხვა თემაა, არა თუ აქ, არამედ საერთოდაც თემ სოფლიოში. ნუ მოინდომებ რამეს მიხვდი აქაურთა საუბრის ინტონაციით, რამე თუ ბევრ შენ წინამორბედს უთქვამს. ქართველები ერთმანეთში რომ ლაპარაკობთ, ასე მგონია ჩხუბობთო. ალბათ მართლაც ეგრეა, იმიტომ რომ იმ ხალხს აშკარად დაეჯერებოდა და არა მხოლოდ ერთს. ნიკო მარი გაიგია, ან მარჯორი ორდროპი, არც გიორგი გურჩიევი ან სერგო ფარაჯანოვი, არც ანდრეი ტიუბინი და გენადი კაპუსტინი იცი, არც შემონდ უილიამსი და ტაირონ ელისი, თუმცა მასზე შემდეგში ვიტყვით, ისე კი სწორედ თბილისის ქალაქია, რომელსაც თავის დროზე შენიარიყოს ცხოველი ინტერესით სტუმრობდნენ. ქონოთ ჰამსუნი, ჯონ სტაინბეკი და ბობ დილანი, მარჩელო მასტროიანი, ჰაინრიხ ბიორლი და ბიბი კინგი, რობერტ დე ნირო და რობერტ რედფორდი, გასკოინი და ზოლა, რეი ჩარლზი და ჯორჯ ბუში. ამ ზემოთ ჩათვლილებზე ხომ მაინც ხსვენია შორიდან მაინც. ისე
ქუჩაში მაინც ჩხუბს დაკადაკას და მსგავს ვაიუშველებელს თუ შეესწარი, უყურე ან გაიარე. გაშველებას ნუ შეეცდები. ამ ფოტოს გადაღებას, ან კიდევ უარეს, სამართალდამცავთა საქმეში ჩართვას. მაგათ თავად უკეთიციან თავის საქმეში, თუმცა დიდი შანსია თვითონ მოდავეებმა მოგადინონ ცურში ზვრად ეგნამეტანი აქტიურობა. და თუ სულ ფეხით გაივლი, არ მიმოუხვევ დაიბლანდები, მინდა გითხრა, რომ დილიდან საღამომდე არსებული დრო სრულიად საკმარისი იქნება, აქაური 13-ვე ხიდი გადაიარო და თავი, როგორც ზემოთ გაგაფრთხილე, თლად აქაურად იგრძნო. და იქ თუ მართლაც ეგრე მოხდა, სტუმაროთი უკვე არაფრით მოგვართავ, იმიტომ რომ აღარ ვიქნებით სამდე მართალი. ვერც მუსიეს, სერს, სენიორს, სენსეის თუ ბვანას გკადრებ. უბრალოდ ქართულად შეეკითხები. როგორ მოგწონთ 13 ხიდის ქალაქი, ბატონო? ეს არის მე იყო ხო, ინგლისურად და იქ იყო იმაში დაბეჭდილი. მარტო ეს არა, 5 იყო, გაგრძელებებით იყო, მეორე ფულზე იყო, მესამე ცხეთაზე, მეოთხე შავ ზღვაზე, მეხუთე ზოგად. ეს ერთი პრინციპია რა, ითქვათ როგორ შეიძლება, ასე შემდეგ. ყველას ახლა სამაგალითოდ მოვიტანე და სამოგზაურო რომანს კიდე განსხვავებით იმისგან, აი ჩვეულებრივი რაღაცა მხატვრული, ბულვარულია თუ ასე ესეთი რომანებისგან ის აქ კიდე განსაკუთრებულად აი წითელი ხაზით შეიძლება გავუსვარო, აი ეს ინფორმაციული შემეცნებითი დანიშნულებაც აქვს. და კიდევ ის დანიშნულება აქვს, რომ შენი მეგობარი შეიძლება გახდეს ეს ციგნი, სადღაც მარტო გიწევს თუ ვინმესთან ერთად თუ სადღაც უცხო მხარეში გამგზავრება და დათვალიერება და ასე შემდეგ. და ეს ინფორმაციულობაც მე მაგალითად ეხა ნეპალი რო ვახსენე, ალბათ გეცოდინებათ ყურმუყურით მაინც რომ იქ სხვა რელიგია, ბუდიზმი ჰქვია იმ რელიგიას, ეს ბუდიზმი იქიდან მოდის. პირველი ბუდა მოკლედ იყო ნეპალელი, სიდჰარტა გაუტამა, პრინცი, რომელმაც მამის უზარმაზარი ვიღაც ტრილიარდერი ადამიანის სახლი 29 წლის ასაკში უკვე ცოლი წყავდა, შვილიც პატარა დატოვა, იმიტომ რომ მამის ისეთი წარმოდგენა ჰქონდა იმისთვის შექმნილი რაღაც პერფორმანსივით, რომ მთელი ეს ხანი იზრდებოდა სრულ ფუფუნებაში და მთელი სამყარო ერთ ეზოში იყო მოქცეული, სპილოებით საჭველები ჰქონდათ. არაფერი არ იცოდა, მოკლედ ატყუებდნენ და ერთხელაც გაძურა რაღაციდან, რაღაცა გამომონტორია ის ღობე თუ რაღაც დიდი გაისინი იყო. და სხვათა შორის მშვენიერი ფილმია, ესეც სამოგზაურო კინოებში შეგვიძლია ცოტა უფრო მეცაც მივაკუთვნოთ. ბერნარდო ბერტოლუჩიმ გადაიღო 90-იანებში პატარა ბუდა. ნახევარი იქ არის ნეპალში და კატმანდუში გადაღებული. ხო და ეხლა მეც აი ეს რაც მოგიყევით, ესეც კი არ ვიცოდი ამ ფენომენალური ადამიანის შესახებ, თქვათ. ამ შემთხვევაში სიდჰარტა გაუტამაზე მაქვს საუბარი. ხო და აი ჩანართების წყალობით, თქვათ. ეცანთ აი ეს თვითონ მოგზაურობაც რა, მაგიტომ ვთქვი, რომ თვითონ თუ გაქვს პირადად ეს განცდილი და გადატანილი, გაცილებით უფრო ესეთი ემოცია მოდის ხოლმე ტექსტიდან, აი ვიბრირებს, რასაც ვთქვი, რომ კითხულობ, თვითონაც კარგი მკითხველი თუ ხარ, მიხვდები მაგას, გატყუებს ავტორი თუ ნაღდია ეს და მithumet ეს ინფორმაციით მდიდარი თუ ხარ, ხა წინასწარ არის უკვე საშუალება, რომ რაღაცების რაც მიხარ შეისწავლო, წაიკითხო, ასე რაღაცა ნახო იქ ინტერნეტში, ასე შემდეგ. თუმცა ამ შემთხვევაში ამ ტიპის წიგნები გაცილებით უფრო ისეთ ინტიმურ ინფორმაციებსაც იძლევიან, რასაც შეიძლება დრო დაკარგოთ ამაში, ამის შესწავლაში და ამ შემთხვევაში აი რომ მივიდა საქმე იქამდე, რომ სიდჰარტა გაუტამა ბუდა ვახსენე და მივხვდი, რომ ადამიანებისთვის პატარა ის არ ივარგებდა სკოლიო, რომ ეს ნეპალელთა ბუდისტთა ღმერთი და ასე შემდეგ და გაცილებით მეტი რაღაც შემეძლო მომეყოლა. აუდექი და ესეთი დოკუმენტური დავარქვათ, ჩანართი გავაკეთე ესა. გოგონების სულ პირველ ბუდაზე. იქნება მინთო. გოგონების სულ პირველ ბუდაზე. ნეპალელ პრინც სიდჰარტა გაუტამაზე ალაპარაკდნენ, რომელმაც უხსოვარ დროს უარი თქვა მამა მონარქის მემკვიდრეობაზე, ანუ აურაცხელ სიმდიდრესა და ძალაუფლებაზე და ჭაკუბუკობისას სასახლიდან წავიდა. მე მხოლოდ ეს და ამდენი ვიცოდი. არადა მამამისის შუთხოვთ ხანა, გაუტამას ცნობილი კლანის და მეფე-მეომრების კასტის უმდიდრესი წარმომადგენელი იყო.
ამიხსნა იაპონელმა. როგორც ყვებიან, ერთ მოხეტიალე წინასწარმეტყველმა მეფეს უთხრა, რომ მისი ვაჟი 4 რამეს იხილავდა, რაც უფლისწულის ცხოვრებას სრულიად შეცვლიდა და ისიც მეფე გახდებოდა, ოღონდ არა ამ ქვეყნისა. სწორედ ამ წინასწარმეტყველებისას გამოიყო მამა ვაჟი გარესამყაროსგან სრულ იზოლაციაში რომ მოაქცია. ისევ ჩამოართვა იაპონელს სიტყვა ტაივანელმა ჩინელმა. ის ცდილობდა მის მემკვიდრეს არ ეხილა ცხოვრების სიმძიმე, არ დაენახა მათხოვრები, სნეულები, ხეიბრები და მოხუცები. არ განეცადა ადამიანის სიკვდილით მოგრილი ტკივილი. ანუ უფლისწული სასახლიდან გაუსულა, სრულ ხელოვნურ ფუფუნებაში იზრდებოდა, თუმცა მან მალევე შეიგრძნო ამგვარი ყოფის სიმდაბლე. ასე საინტერესოდ კენწლავდნენ ტურისტი გოგოები ბუდაზე ჩემს გასაგონად და სწორედ მათგან მოვისმინე და გავიგე. აი ახლა, ისო, რომელიც აქედან მე მგონი არც ისე არ ვიცოდი. რომ სითხარდამ მსახურთან ერთად სასახლის გალავანს მიღმა პირველად 29 წლისამ გააბიჯა. რომ გარეთ მან 4 სიახლე იხილა, რამაც მისი ცხოვრება საერთოდ შეცვალა. რომ მან ნახა სიბერე, დაუძლურებული მოხუცი, ავადმყოფობა, დასნეულებული ადამიანი, სიკვდილი, მკვდარი სხეული და ბოლოს სრული სიმშვიდე, მოხეტიალე თავგადაბარსული ბერი. რომ უფლისწულმა მალევე დატოვა სახლი სამუდამოდ და შეუდგა დიადგზას ხსნის საძებნელად. რომ ის თავიდან ინდუისტ ასკეტ ბერებს შეუერთდა იმ იმედით, რომ სხეულის დათრგუნვა სიმშვიდეს მოუტანდა და ტანჯვას დააძლევინებდა. რომ 6 წლიანი უკიდურესად ასკეტური ცხოვრების შემდეგ ის მიხვდა, რომ თავის მიზანს ვერ უწია. რომ გაუტამა მოქროს შუალედის, ანუ შუაგზის პრინციპი ჩამოაყალიბა. უარი თქვა, როგორც სრულ ასკეტიზმზე, ასევე მიშვებულ ცხოვრებაზე და ღრმა მედიტირებას. თვალდახუჭული მოგზაურობა საკუთარ თავსა და სხეულში მიეცა. რომ სითხარტა გაუტამა, რომელიც უკვე 35 წლისა იყო, მდინარე საიას ნაპირას, ლეღვის ხიზძირას დაჯდა და დადო აღთქმა, რომ ფეხს არ მოიცვლიდა, სანამ გასხიოსნებას არ მიაღწევდა. რომ 59 დღეს მან 4 ჭეშმარიტება შეიცნო და ამის შემდეგ დაერქვა მას ბუდა, რაც გასხიოსნებულს, გამოღვიძებულს ნიშნავს, ხოლო ხეს, რომლის ქვესაც ისიჯდა, ეწოდა ბოთხი, სიბრძნის ხე. რომ ბუდეს პირველი ზრახვა იყო ხალხისთვის გაეზიარებინა ეს ჭეშმარიტებანი, როგორც ტანჯვისგან დახსნის გზა, მაგრამ სიკვდილის ღმერთი სახელად მარა შეუშნა მას, ის 4 კვირის განმავლობაში ცდილობდა, რომ ბუდას ამ მისიაზე უარი ეთქვა. რომ ამის მიუხედავად ბუდამ დაძლია შიში, ცდუნება და თავის მოწყვლების ქადაგებას შეუდგა. რომ ბუდამ პირველად ბენარესის, ვარანასის მახლობლად ცხოველთა ბაღში იქადაგა და მისი პირველი მსვენელები 5 ადამიანი და 2 ირემი იყვნენ. რომ ქადაგება ასე დაიწყო. გაცხადდეს ყველასათვის ბჭენი ხსნისა, ადამიანებო, განიხვენით ყურნი თქვენი და მომისმინეთ მე. გზახსნისა ნაპოვნია, მე გმოძრავთ თქვენ და ჩემი სწავლების მიხედვით და თუ ჩემი სწავლების მიხედვით იცხოვრეთ, მიიღებთ აქვე იმას, რისი გულისთვისაც კეთილშობილი ჭაბუკები ტოვებენ სამშობლოს და მიდიან უცხო ქვეყნებში გასანათლებლად. რომ ბუდა ღრმად მოხუცებული 80 თუ 85 წლისა გარდაიცვალა. რომ გარდაცვალების მიზეზი გამხდარა სოკოს კერძი, რომლითაც ვიღაც ნალბანდი გაუმასპინძლა. რომ ბუდა სიკვდილის წინ ლოტოსის პოზაში ჩაჯდა, ყველაზე ერთგული ბერების წინაშე უკანასკნელად იქადაგა, მარჯვენა ხარცძოზე წამოწვა და ხელით ავქვეშ ამოიდო. რომ ამ დროს ის ღრმა მედიტაციაში, დიდ შინაგან მოგზაურობაში შევიდა და პარინირვანაში, ნირვანა მიიღწევა საკმარისი რაოდენობის რეინკარნაციების შემდეგ, როდესაც ადამიანი აღარ იბადება, ამ დროს მისი სული ერწყმის უდიდეს ნეტარებას, რომელსაც აღწევენ ადამიანურ მისწრაფებათაგან სრული გათავისუფლებით, გადაინაცვლა. რომ მისი გვამი დაწვეს და ფერფლი 8 მოწაფემ გაინაწილა. რომ სითხარტა გაუტამა ბუდას კიდევ რამდენიმე სახელი და ტიტულებით მოიხსენიება და ესენია: შაკიამონი, შაკიების ბრძენი, ბოთხის სატვა, გასხიოსნებისკენ სწრაფი, მაჰაპურუშა, დიადი ადამიანი, ჩაკრავარტინი, სამყაროს მეუფე, ტათაგატა, ჭეშმარიტების მფლობელი, ფაგავატი, ბატონი. მე ისე ხატრული ტექსტი მიდის. ანუ მიახლოებით მიხდით რა ესეთი პრინციპები. ხო, სკოლი იქცა იმათ თავად ეს ხერხი. მაგას ვამბობდი, რომ ამ ხერხის გამოყენებაც თავისუფლად შეგიძლიათ, ეს არ არის არც გადაწერა, არც გამოწერა, ეს არის უბრალოდ რაღაც ფორმა, რომელიც თავისუფლად შეგიძლიათ სკოლიოც მაგ პრინციპით კეთდება, რომ რაღაც უცხო რო არის, იმას უბრალოდ იჩაღრებოდა უბრალოდ ის ნაწილი და ის ნაწილი არ ითვლებოდა აი სამუშკეტერიც რო სკოლიობით არის სავსე, მაგრამ იმდენ პატარა იყო, ცოტა მეტიც შეეძლოთ დაეწერა და რაღაცნაირად ესე ამოვიღე ეს ბოღმა ბავშვური, ასე ვთქვათ, აი ესეთ რაღაცა რო დაიწერა, ერთშიც, მეორეშიც, მესამეშიც იგივე იქნება, სადაც გარდა იმ მოგზაურობისა, იმ A პუნქტიდან B პუნქტამდე, ყველაფერი იქნება მოყოლილი იმ შინაგანი რაღაც ისეთი ვიბრაციების შესახებ.